მოგესალმებით ძმებო-დებო, დილამშვიდობისა, დიდება უფალს. წმინდა გიორგი იყო ჩვენი მფარველი. მშვიდობიანი დღე მოგბადლოს, გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, მამა, ძე, სული წმინდა. ყველა წმინდანი ამოგვიდგეს გვერდში, დაგვაყენოს მართალ გზაზე. დალოცველები გვატაროს უფალმა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს საბჭოთა კავშირმა მსოფლიო ეშმაკი დაამხო. ვინაიდან მსოფლიოს დიდი ხანია მართავს. ეშმაკი მიწერ ცხოვრებას. და შეძლო ეს ქართველმა ადამიანმა სტალინმა საბჭოთა კავშირთან ერთად, საბჭოეთთან ერთად მთელი მსოფლიო თაყვანცემდა ქართველს, საბჭოთა კავშირს. მთელი მსოფლიო თაყვანცემდა რუსეთს, დიდ რუსეთს. და პირველები ვიყავით მაშინ ჩვენ ქართველები. პირველები ვიყავით ჩვენ მაშინ ქართველები. მთელ მსოფლიოში ვიყავით პირველები. რუსეთში და სადაც შევდიოდით, იქაც ყველგან ქართველები იყვნენ. ან უფროსები, ან უფროსების მომხმარე. პირველები ვიყავით სულ ჩვენ. ასე ჩვენმა კაცობამ, ჩვენმა წინაპრებმა, სტალინმა, სტალინის მაგვარმა ქართველებმა დაამხენ ბოროტი, მთელი მსოფლიო ბოროტი დაამხენ. იმიტომ რომ ადამიანობა, მეგობრობა, თანასწორობა, რაც არის ქრისტიანობაში, სხვაგვარი ქრისტიანი არ არსებობს. სხვაგვარი ქრისტიანი არ არსებობს. თუ ხარ ქრისტიანი, რაც შენ გაქვს, იგი უნდა გქონდეს სხვასაც. სხვანაირად არ არსებობს. ციხეშიდაც ამას გასწავლიან. თუ ხარ ქრისტიანს განზორებიძე გილოცავ დღევანდელ დღეს. ციხეშიც ასე ვცხოვრობდით. რასაც შენ გაქვს, იგი უნდა გქონდეს სხვასაც და გაჭირებულსაც. გაიგეთ? და ქრისტეს სწავლებაც მაგი არის. შეიყვარე, მოყვას შენიო. მაგ იმას ანიშნავს, შენ რო გქონდეს ერთი გოდორი ფული და შენ მეგობარიც არ იყვეს, თუ გინდა შეერი გიფტებოდეს სახლის კარებთან, ჭიშკართან. როგორც არის ლაზარე და მდიდარი. იმისანა დღეში ვარ დღეს, იმიტომ რომ ჩვენმა მამებმა მიატოვეს უფალი. გაუდგენ სტალინს, გაუდგენ კაცობას, ვაჟკაცობას. თევზი თავიდან ფუჭდება და მათავის გაფუჭება, რაც სტალინი გარდაიცვალა და მაგის დროსაც ბევრი იყვნენ ასეთი გველის წიწილები. მერცე წინ საკუთარ პიროვნულ კეთილდღეობას რო აყენებდნენ და სტალინი ერთი ფეხსაცმელით გარდაიცვალა. და გენერალს რო შეეკითხნენ ახალი ფეხსაცმელი რატო არ აცვიაო? მეტი არ ქონდაო. ეს არის ქრისტიანობა. ეს არის მართლმადიდებლობა. და დღეს ჩვენი მართლმადიდებლები, ვითომ მართლმადიდებლები, თორე რაის მართლმადიდებლები არიან, ცოდვები არიან, წვალებლობაში არიან. იყო ასეთი სწავლება კათოლიკეებში. ევგენი ლაიოლა თუ რაღაც ასეთი სწავლება მაგ კათოლიკებში. ბევრმა ურჯულოებამ ჩაისახა მაგენთან. ბევრმა ურჯულოება. შეეგუეთ ბეს, დაწნარდით, გაჩვენდით, ხმა არ ამოიღოთ. ესე იგი, ასე არის და მაგას გადაგობენ დღეს ჩვენი მილიონერი მეუფეები. 17, 18 თუ 19 მეუფე მილიონერი ყავს, ხალხო რო იცოდეთ. მერთა უშველეთ. მერთა ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მაგი არ არის. არაფრით არ შეიძლება მასე ცხოვრება. არ არის მაგი ქრისტიანობა, თორე ცხოვრება როგორ არ შეიძლება ეშმაკის თაყვანისცემა. მიყვარხართ. როგორ არ შეიძლება ეშმაკის თაყვანისცემა. ვინც ღმერთი დაგმო. აქ არის ჩვენი საქართველო დიდხანს დაგმობილი. შვიადგამსახურდიას მოატყვილეს. დასავლეთმა ბოროტი ოჯახში წავდა. აცხონოს უფალმა მისი სული კოსტავასულის კიდე. ხო და ვითომ დამოუკიდებლობა რო ზამ. ვითომ დამოუკიდებლობაო და სადავარ დამოუკიდებლო რო დაამგვირენ საბჭოეთ სტალინის ზულდა ცხონებოს.
სტალინის რო შეიძულებ ადამიანის ცოდვაა, მაგრამ ასე იყო. მაგი რო დაიბადა და მაგის ბავშვობა უკვე სტალინზე ხრუშჩოვი და მათი მოგმა ცუც ქადაგებდნენ და ბარორი ქართველი მოღალატე კიდე. ბარორი ქართველი მოღალატე იყო უკვე. ვისაც არ უნდოდა თანასწორობა, მეგობრო, არიან ასეთები ციხეში, ნაბოზრები. რო არ უნდათ შვიდობა, საერთო რო არ უნდათ. კრისებს ეძახიან ციხეში მასეთებს. და მასეთები იყვნენ მთავრობაში, კრისები. ყველას თავისთვის რო უნდათ, ყველაზე მეტი. სტალინი აყენებდა კედელთან და ხრიტავდა. ციხეში ჩვენ ხელფეხს ვანტრევდით ბარეოს. და კი იყო მშვიდობა სხვისთვის სასწავლებლად. და დღეს სად არის? წესი, სად არის კანონი? მოატყვილეს ხალხს. ვითომ დამოუკიდებლები გახადენ, ხალხო. დამოუკიდებელი მაშინ ხარ, როცა უფლის მცნებებს იცავ. კაპიტალისტს უნდა დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ეშმაკს მიყიდოს. როგორ შეიძლება კაცი დამოუკიდებელი იყო? მცნებებს თუ არ იცავ. რა ის ქრისტიანი ხარ შენ? აი ამისანა დღეში ვარ. აი ასე დღეში ვარ, ჩაგდებული, რაც გამსახურდია მოკლენ, მოუხდა თუ რაც ხონოს უფალმა, რაც მოხდა იქ. მაგას დიდი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე. ახალი ცხოვრებაა საკეთებელი, მეგობრობით, თანასწორობით. მილიონერებმა ყველამ ჯიბები უნდა გადმოიტრიალონ და ხალხს უნდა დაურიგონ ფული. თორე ისე ქრისტიანები მაგენი არ ითვლებიან, მწვალებლები და კათოლიკეები კი. მწვალებლები და კათოლიკეები კი. მაგენთან მოსულია. ერთს რო კონდეს დიდი ფული და დანარჩენი მშიერი რო იყოს. და კათოლიკეებს ნუ დაემსგავსებით, არ გამოგივართ. არ გამოგივართ. არსებობს ჯოჯოხეთი. რამდენი თვითხილველია მაგისი და მიწიერ სიკეთეს ნუ გავყვებით, ხალი მოდი სიგარეტს ეწევა. Расхорება გვაქვს უღურეს. По-моему, это не культурно курить сигареты, знаете, женщина. Я вас очень прошу. Хорошо, ладно. Вы же русский язык знаете. Ара, კალებს რა უნდა უთხრა, კაცები აღარ დარჩა და. კაცები აღარ დარჩა და კალებს რა უნდა უთხრა, საწყლებს. კაცებივით გახადენ, კალები. თანასწორობა და კუდიანობა და გატყვილებენ, კალებო გატყვილებენ. კაბები ჩაიცვით, მუხლები დამალეთ. ნუ უჯერებ დამოუკიდებლობა ეშმაკის არის, ყველაფერი მცნებები დავიცვათ, კაცებო. ხვალ უფლის ციხეში თუ შეძლებთ მიხვალთ თუ მოხვალთ თუ წახვალთ, კარგი იქნება. ასე გაყიდულია ჩვენი საქართველო. ერთეულები ბძღებიან ჩვენ მიწაწყალზე, თორე ეხლა რო იყოს თანასწორობა და მეგობრობა და სოციალიზმი, რა სტალინმა გვანახა. არ უნდა გყავდეს შიერები. ჩვენი დედები უცხოეთში არ უნდა იყვნენ წასულები, არა გვაქვს ჩვენ მაგის გასაჭერი. მაგრამ მილიონერები გვყავს და საიდან ვიქნებით? კარგად. მილიონერის მუცელს რა გააძლევს? ვერაფერი ვერ გააძლევს მის სტომაქს, იმიტომ რომ როგორც კაზინოში დადიან ავანტყოფები და აგებენ ფულს, ისე მილიონერები უკვე ფულის გროვებაში არიან, ცოდები არიან. მაგესაც შველა უნდათ, მაგრამ სანამდე არ გავერთიანდებითა. ერთად კიდევაც უნდა ვილოცოთ, კიდევაც უნდა სიყვარული ვანახოთ, ჩვენი თავდაბლობა, ხალხო. ასე ხდება საერთოდ, მაგი და ერთხელ და ორჯერ არ მოხდა რას. ჩემი პირადი მაგალითებით გეუბნებით მაგას. კაცი როცა ხარ, ყველგან კაცად რჩები. კაცი როცა ხარ, ყველგან კაცად რჩები და იცის ინდისი და ნამუსის ფასი და მარტო შენთვის არ იცი კუკნაობა. სიმდიდრის გაიგე, რასაც აკეთებენ დღეს ბარეური ჩვენი მილიონერები და ჩვენი შვილები ჭიბგად მოკლელები დადიან ეგრე. ეს არის ქრისტიანობა, რომელია ქრისტიანი. ჩემი შვილი არ აკეთებსო, ასე იძახიან. შესაძოდაო, შენი შვილი რო არ აკეთებს, შენი შვილის დაქალი ხო აკეთებს. მისი შვილი ხო გააკეთებს უკვე. გველეშაპებს დაიხატავენ და იხატავენ უკვე. სავერნეს მოვლილი ქალები, საწყლები. საწყლები. საბერნეთში როგორც ცხოველები ისე ცხოვრობენ, კაცი და ქალი ერთმანეთთან. რო იცოდეთ თქვენ ის. მოსკვას გაუმარჯო, ჩემ ძმა სიცოცხლე. ვიტყვი გოდებას. თავრობისთვის.
ამ ურჯულო მოდგმისთვის ფურზე რო გაყიდეს ენა მამული სარწმუნოება სალამი დედი დიდება უფალს გოდება უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავალს დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა ყველა ძალოვანი მამხილებინე აღვირში მამები ხვამსა ზედა ამსხრე მათი სულები აგზნობინე ტანჯვა ამირანისა ღალატი ცოლისა ღალატი ქმრისა ჩვილთა ტანჯვა ოჯახებში მათთა ძეთა დაიგზნონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა კანდელი უბნელე სოდვისა ცეცხლი მოხვიე სულებსა მაცა ღმერთს განდგომილსა ღვენთე მათი ძარღვები აბღავლე უფალო მტერი შენი შეგვიბრალე ღმერთო ნუ ტანჯავა მურჯულოთა ქართველთა სული შენი ძალი შენი მოგვეც ღმერთო რათა ასპიცა სული დაიძლოს და განდიდეს სახელი შენი მათი თესლი ვასილისკოს მოდგმა მათი გაწყვიტე ღმერთო ცეცხლით ჭირით კუპრით დამატლე მათი ნააღვირალი მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერებისა ყველასა ჩემი სეხნიებისა და ყველა პრემიერისა მოდგმა მოუნანიებლისა მინისტრებისა თურნავებისა დავითაშვილებისა ყველა მათი მოდგმისა მინისტრებისა მოდგმა მოუნანიებლისა დეპუტატებისა დანამებისა მილიონდრებისა ყველა დეპუტატისა ლაჩრები რო არიან მოდგმა მოუნანიებლისა მოსამართლისა ტყვილიწონისა ნაკოლკიანი მოსამართლეები რო გყავს და საბჭოთა კავშირში ოჯახი თუ არ ეყოლებოდა და კარგი ცოლშვილი ისეთი მოსამართლე არ გყავდა მოდგმა მოუნანიებლისა ექიმისა ფიცტეხილსა ფულით რო დაკოდენ ჩვენი ხალხი და დანევსეს მოდგმა მოუნანიებლისა გაპარსულისა მღვდლისა აღვირაკრული მღვდლისა და ყველასა განდგომილსა მართალსა ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით წყემსა ქვეყნისა საქართველოსა რამე თუ იციან ესმით ხედავენ და ჩადიან ბოროტს ტირიან იხარშებიან როგორც ბაყაყები გაიგე და მაინც ცოდავენ იციან რომ ცოდავენ და მაინც ცოდავენ ხალხო ჩვენ თუ არ გავერთიანდით წესიერი ხალხი წესიერი ჩემი წესიერება ჩემზია აგე რა და კიდე კაი ქუთაისი მინარჩუნებს თორე თბილისში მე ვინ მალაპარაკებ დამნეს კუდიანებით არის სავსე თბილისი წაახტინენ თბილისი ჩვენი გადასარჩენია როგორც ყოველთვის არაერთხელ იმერლებმა კიდე კაი ქუთაისში ცოტა შენარჩუნებულია მეობამ არა დედა გვაქვს ნადირები იმდენი ხლისტები შემოგვისახლა ბიძინამ საღორიაზე საღორი რო გახსნა რა უნდა ათასებს ჩვენთან პაკისტანელებს და ინდუსებს და ურჯულოებს რა უნდა არ არის მაგი ქრისტიანო ანაფემა ყველა ვინც ამ საქმეში ხართ გარეული ყველას ანაფემა თქვენ ავტობუსებში ჩვენზე მეტი მაგენი არიან დღეს ანაფემა უფალო ყველა ბოროტს პარადიჩო კაია ზამია ჩვენთან სადიწყება შეხედე მოტყაულია ქუთაისი ლაჩრეები ბოზები ყავს სათავეში მერია ბოზებით არის გავსებული ყუსა ზამია ჩვენი მოედან პარადი უნდათ ამგენს უნდათ ფული ცოდვები არიან ზამია ცოდვები არიან თორე ამ ხელადღე მოვიგეთ ომი ქართველებმა და საბჭოეთმა ერთად და სადა კაცშვილი არ არის არაფრის გამო სადაც არიელია ხო განახე ზამია შენ ისე შორს ახარ შენ გეხუტუნე ჩვენი ცენტრალური მოედანი ყველაფერს გარედან ალამაზებენ და შიგნით ჩირქი და განავალია ზამია ყველაფერი ასია აგერ გზებს აგებენ და წვიმაში კი ვერ გაევლი ფეხები დაგილპება ისეთი ისე აქვს თქვები დალაგებული აბა ზაპოჟნიგი და პარტნიორი ყველა გაგვიხთა ბლატნოიო ხო ის ნალქვამერო ალამასე დღეშია კარგი ლებოდადებო უფლის ციხეში თუ მოხვალთ კარგი იქნება მეც მინდა წასვლა უფალმაინებოს მამისა კარგი ხალია და დედალკაცებს ხო როილანძღებით მამისაზე იმდენი გააკეთეთ თქვენ დედლებო თქვენ და მარხვაში დაჯექეთ თქვენ შობერძაღლებო რას გავხარ რა გეკეიფება თქვენ დედა მოხნულებო რა გეკეიფება ჩვენი შვილები ჭიფკად მოყრილები დადიან თქვენ დამთხევულებო თქვენ რა გეკეიფება ბიჭო გადატენილია ქუთაისში რესტორნების საღამოს ღმერთს მაგიშველოთ ლაჩრებო ლაჩრები ხართ ლაჩრები დროებით მიყვარხართ ჩვენი შვილები უპატრონოთ დადიან უპატრონოთ არა დედა არა მამული ჭიპებზე ბეჭები უკეთია სახეზე წარბებზე რა ცოდვა დიდი მაგი არიცით იცით მაგრამ დუმხართ და დიდება უფალს მიყვარხართ მებოდადებო დროებით